სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევადელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ასევე სასწავლო წლის დაწყებას. როგორც გითხარით, ჩვენ ახლა გადავიხადეთ პარაკლისი სწავლის დაწყებისა, დავლოცეთ ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პედაგოგები, პროფესორები. ყველას ვლოცავთ დიდი სიყვარულით და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებთ. და ყველაზე კარგი დარიგება მათთვის, მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და საერთოდ ყველა ადამიანისთვის არის უფალ იესო ქრისტეს სწავლება, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს წაკითხულ სახარებაში, ძვირფასო ძმებო და დებო. ერთმა მეფემ თავისი ძისთვის გამართა საქორწილო ნადიმი. მეფეში იგულისხმება თავად ღმერთი, როგორც მოგეხსენებათ. და დაპატიჟა მრავალი ადამიანი, მაგრამ მათ მოიმიზეზეს სხვადასხვა მიზეზები და მოსვლა არ ინებეს. ერთმა თქვა, რომ ყანა იყიდა და უნდა დახედოს, მეორემ თქვა, რომ ხარები შეიძინა და უნდა გამოსცადოს, მესამემ ცოლი შეირთო და ვერაფრით მოვა ამ ნადიმზე. ყველა ძალიან ზრდილობიანად ბოდიშს იხდის და უარს ამბობს. აი დააკვირდით, ამ ყველა მოწვეულმა იცოდა რამ დიდარი მასპინძლობა ელოდათ მეფესთან, რა სიხარული ელოდათ. მაგრამ იმდენად დაკავებულნი იყვნენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, რომ მეფის ნადიმისთვის ვერ მოიცალეს. შემდეგ მეფე უბრძანებს თავის მონებს, რომ გავიდნენ და მოიწვიონ ყველანი, ვისაც ნახავენ ქუჩაში, რომ შეავსოს ეს ნადიმი. და დაასძენს, რომ მრავალნი არიან მოწვეული, მაგრამ მცირედნი რჩეულნი. აი ეს იგავი, ძვირფასო ძმებო და დებო, ყველა დროში ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და აქტუალობას. განა ჩვენც არ ვიცით, რომ უფალი გვიწევს სასუფეველში თავის ნადიმზე, არადიულ სიხარულში. და განა ჩვენც არ ვამბობთ, რომ დაკავებულნი ვართ ისეთი საქმეებით, რომ ვერ ვიცლით უფალთან მოსასვლელად, სულიერი ცხოვრებისთვის. ჩვენც ასე მწუხვართ და ზრდილობიანად ვამბობთ ხოლმე, როგორც ეს მოწვეული სტუმრები. გვაპატიე, ვერ მოვალ, ეს საქმე მაქვს, ის საქმე მაქვს, ვერ ვიცლი და ასე შემდეგ. ჩვენც მათსავით, ესე იგი, ვერ ვათავსებთ უფლისგან მომავალ უმაღლეს მოწოდებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან. მუდამ რაღაცით საქმიანობთ, დაკავებულები ვართ. ამაოებათა, ხომ გახსოვთ ეს ეკლესიასთან ცნობილი სიტყვები? დაახლოებით ასე. და სულიერი ცხოვრებისთვის კი ვერ ვიცლით, სულიერი საქმისთვის. და აი დღევანდელი სახარება ჩვენ სწორედ ამ კითხვის წინაშე გვაყენებს. როგორ შევათავსოთ ჩვენი უმაღლესი მოწოდება, რომელიც ღვთისგან მოდის, რაც არის სწრაფვა სასუფევლისკენ, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობასთან,
რომელიც ჩვენ ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. და აი როგორი პასუხია აი ამ შეკითხვაზე. რომ უფალი იესო ქრისტე სულაც არ ითხოვს ჩვენგან რომ უარი ვთქვათ ჩვენს მოვალეობებზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე, თუნდაც იმასთან მიმართებაში, რასაც ფლობთ მაგალითად. უარი ვთქვათ შრომაზე. პირიქით ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, რომ იშრომოს და ქმნიდეს რაღაც ფასეულობებს, აშენებდეს სულიერს თუ მატერიალურს. ესე იგი, შემოქმედებითი აქტივობა ადამიანის მოწოდებაა, თუ ირფასო ძმებო და დებო. მაგრამ როგორ უნდა აკეთებდეს ამას ყველაფერს ადამიანი? ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს უმაღლესი მოწოდება მისი, რაც ღვთისგან მოდის. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ არსებობს ბევრად უფრო აღმატებული რამ, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ, როცა ვქმნი რაღაც ფასეულობას ამ დედამიწაზე. რა არის ეს აღმატებული? ცხოვრება ქრისტეში, ცხოვრება ღმერთში, სწრაფვა სასუფევლისკენ და ამ ღვთის სასუფევლის შენება ჩემს სულში და ჩემს გარშემოც. აი თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, მაშინ ეს შრომა არასდროს აღიმართება წინაღობად ჩვენსა და ღმერთს შორის. და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მიწას ვამუშავებდეთ, თუ ოჯახურ ცხოვრებას წარმართავდეთ, თუ ვიყოთ დაკავებულები პოლიტიკური საქმიანობით, თუ სამეცნიერო, თუ სახელოვნებო და ასე შემდეგ საქმიანობით. ეს ყველაფერი, ვიმეორებ, წინაღობა კი არ იქნება ჩვენსა და ღმერთს შორის, არამედ პირიქით მოემსახურება ერთ მთავარ უმაღლეს მიზანს, ცათა სასუფევლის და ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას. და აი თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ სიძის, საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი. ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის, რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით. როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, სჭამთ თუ სვამთ თუ რაიმე რასაც აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. და აი თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ჩვენზე აღსრულდება გამოცხადების წიგნის ცნობილი სიტყვები: ნეტარ არიან კრავის საქორწილო ნადიმზე წვეულნი. ამინ.